ილია ჭავჭავაძე. პუბლიცისტიკა. აკაკი წერეთელი და ვეფხის ტყაოსანი. წელს ერთი იშვიათი ამბავი ჩვენში ის მოხდა, რომ ბატონმა აკაკი წერეთელმა წაიკითხა საჯარო ლექცია რუსულად ვეფხის ტყაოსნის თაობაზე. ეს აზრი, რომ რუსებსაც აცოდინოს კაცმა, რა ღირსებისაა იგი სულიერი განძი, რომელიც სამკვიდროდ და სასახელოდ უანდერძა ჩვენმა წარსულმა ჩვენს ერსა, მეტად მოსაწონი აზრია და დიდის თანაგრძნობის და მადლობის ღირსიცა ჩვენს მიერ. ჩვენ ქართველებს სამართლიანად მოგოქვს თავი მით, რომ ეგ დიდებული პოემა შექმნილი ჩვენის ერის დიდებულების დროსა, ჩვენის კაცისგან და ჩვენს ენაზე დაწერილია. ყველა მიცის, რომ ამით ჩვენ თავს ვიწონებთ, სახელობთ, ვქადულობთ. ხოლო ყველამ ნამეტნავად ჩვენი ენის უცოდინარმა არ იცის რა გვაძლევს უტყუარ საბუცა ამ თამოწონებისას, სახელისას, ქადილისას. ყველამ არ იცის რითი ეგ სახელოვანი ნაშთი ჩვენი სულისა და გულის მოძრაობისა შემკული, რომ დიდი და პატარა, სრა სასახლე და ქოხი, ასე ერთნაირად, ერთპირად შეხარო და უწინდა, შეხარის დღესაც, როგორც დიდს რასმე საუნჯესა, საშვილიშვილოდ საპატიოსა და ამ 8 საუკუნის განმავლობაში არ დაჭკნობილსა, არ გაბათილებულსა, არ დავიწყებულსა. ამიტომაც მეტისმეტად ბედნიერ აზრად ვსახავთ ბატონის აკაკის აზრსა, რომ მოიწადინა რუსულად წაიკითხოს საჯარო ლექცია ამ საგანზედ რუსთა საცოდნელად. ჩვენ და სამწუხაროდ ხელთ არ გვაქვს იგი ლექცია, რომ პატივცემულს ლექტორს კვალდაკვალ მივყვეთ და მის მიერ თქმული ისე მოვიყვანოთ, რომ არც მეტი გამოვიდეს, არც ნაკლები. რადგან ამ შემთხვევაში მარტო ჩვენს ხსოვნას, ჩვენს მეხსიერებას უნდა ძალაუნებურად დავემყაროთ, ამ მიზეზით ყოველს თქმულს ლექტორისას ვერ გამოუდგებით, იმის შიშით, რომ შეცდომა რამე არ მოგვივიდეს. ამის გამო ჩვენ კვალდაკვალ მიყოლას თავს ვანებებ და მარტო დედა აზრს ბატონის აკაკის ლექციისას დაუკვირდებით. ბატონი აკაკის ლექცია რუსულად თქმული ქართველთა საზოგადოებისათვის ახალი ამბავი არ არის. ბატონმა აკაკი წერეთელმა იგივე ლექცია ქართულად წაიკითხა ამ რამდენისამე წლის წინ და თუ ხსოვნა არ გვღალატობს, ეხლანდელი რუსული ლექცია მაშინდელს ქართულ შორს არ წასვლია. თითქმის ერთი და იგივეა. თუ რამ ცვლილებაა, ისიც იმისთანაა, რომ არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ როგორც მაშინდელი ქართული ლექცია, ისეც ეხლანდელი რუსული, ერთსა და იმავე დედა აზრზეა აკინძული თავიდან ბოლომდე. მართალია რამდენიმე ამბავი ახალია ახლანდელ რუსულში, მაგალითებრ ის საოცარი საბუთი, როგორც კამეჩის ცემის ამბავია და სხვა, მაგრამ ეგ ორიოდე ახალი ამბავი თუ საბუთი მარტო ერთისა და იმავე დედა აზრის განსასურათებლად და განსაძლიერებლად მოყავს პატივცემულ ლექტორს. მთელი სამი ლექცია ბატონის აკაკისა წარმოადგენს ერთს იმ დედა აზრის აკიდოს, რომ რუსთაველმა გამოსახა თავის პოემაში სამი საქართველოს სხვადასხვა ნაწილის ქართველი. მისი სიტყვით ტარიელი რადგანაც ზარმაცია ქართლელია, ავთანდილი რადგანაც წინდახედულია და ცბიერი იმერელია. ფრიდონი კი არ გვახსოვს რა მიზეზით და რის გამო ზღვისპირის ქართველია. იქნება იმის გამოც, რომ ცოტა აქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუწვდომელი. ამ აკიდოზედ ბევრი მართალი მარგალიტები აასხა ლექტორმა გონება-מחვილობისა, ლამაზის შედარებისა, როგორც ბატონი აკაკის ბედნიერის ნიჭის ამბავი მოგეხსენებათ. მაგრამ ჩვენის ფიქრით, თვითონ აკიდოს ღერო კი მეტისმეტად სუსტი რამ არის და თუმცა ზედასხმულ მარგალიტებს ჰზიდავს, მაგრამ კრიტიკის ხელშეხებას კი ვერ გაუძლებს. იმ საბუთებით, რომ ტარიელი ზარმაცია, ავთანდილი წინდახედულია და მებრვე სხვა, ძნელია იმისთანა მართლა სახელოვანი პოეტი როგორიც რუსთაველია, კაცმა უბრალო ეთნოგრაფის საჩხირკედელო საქმედ ჩამოახდინოს. ეს მეტისმეტი დაქვეითებაა პეგასედ მჯდომ ცხენოსნისა. თუნდეგეც არ იყოს, ეს ამისთანა გზაკვლევისა, სად არ მიიყვანს კაცსა. ფალსტაფს, რომელიც შექსპირს ტყუილებისა და კვეხნა ბაქიაობის გუდად გამოუხატავს, განა 1000 მსგავს ვერ მოუპოვებ ჩვენ საქართველოში? აკი თვითონ ბატონმა აკაკიმაც თავის ლექციებზე დაგვაჯერა, ქართველები ტყუილებისა და კვეხნა ბაქიაობის მოყვარენი არიანო. მართალიც არის, ჩვენში ტყუილებისა და კვეხნა ბაქიაობისა ასეთი ფალავნები არიან, რომ თვითონ ფალსტაფი, ეგ ზოგადი ტიპი ცრუ და მკვეხარა კაცისა, ტაშს დაუკრავს მოწონებისას და შაგირდად მიებარება. ნუ თუ ეს გარემოება ნებას მისცემს ვისმეს თქვას,
შექსპირმა ფალსტაფით ქართველები გამოსახაო. მსოფლიო გენიოსნი მწერალნი იმიტომ არიან მსოფლიონი, რომ მათ ნახატში რომლისერისაც გინდათ, იმ ერის კაცს იცნობთ. იმიტომ რომ იგინი ადამიანის საზოგადო ტიპს აჰქმნიან. ადამიანი ყველგან ყოველთუწინარეს ადამიანია და ადამიანს ხომ არაფერი ადამიანური არ ეუცხოება. ფალსტაფი ისეთივე შვილია მთელი კაცობრიობისა, როგორც ჰამლეტი, ოტელო, ტარიელი, ავთანდილი და სხვანი ამისთანანი. დიდი შემოქმედობის ძალით შექმნილნი. რამოდენადაც მწერლის შემოქმედობის ძალას წოდება ამ ზოგადკაცობის ტიპსა, იმოდენად მწერალი დიდია, იმოდენად მსოფლიოა. თქმა არ უნდა, რომ ერი, რომელსაც ეკუთვნის ამისთანა მწერალი, თავისი სამკაულით აკაზმვინებს, თავის საფერავით აფერვინებს პოეტს ყოველს ხატს, ყოველს ნამოქმედარ შემოქმედებისას. მაგრამ ეგ მარტო სამკაულია, ფერია და არა იგი შინაგანი ბუნება ხატისა, რომელიც ამ შემთხვევაში ზოგადია და არა კერძო და რომელიც მარტო თავის საკუთარ კანონებს ექვემდებარება. ჩვენის ფიქრით, ამ საზომით, ამ საწყაოთი უნდა შესდგომოდა ბატონი ლექტორი თავის რთულს და მძიმე საქმეს იმისთანად თხზულების ვითარების გამოძიებისას, როგორიც ვეფხისტყაოსანია. ამ საზომისა და საწყაოს უარყოფაა იმისა, რომ ვეფხისტყაოსნის გმირნი საერთო კაცობრიულს რასმე წარმოადგენენ. ნუ თუ მართლა, ტარიელის ხასიათსა, თვისებასა და ბუნებაში, ანუ ავთანდილისაში, ანუ სხვისაში, სხვა არა მოიპოვება რა საერთო კაცობრიული იმისთანა, რომლის მეტ-ნაკლები გამოხატვა ერთადერთი საზომია, ერთადერთი საწყოა მწერლის შემოქმედობის ძალის მეტ-ნაკლებობისა. განა ამ შემოქმედობის ძალის მეტ-ნაკლებობის გამორკვევა არ არის პირველი და უკანასკნელი საგანი კრიტიკისა? თუ ასეა, ნუ თუ ამ გმირების ავკარგიანობა ისე ცხოვლად, ისე მთლად და ისე მართლად განსურათებული მათსავე მოქმედებით, ქცევით, სიტყვა-პასუხით, გულისთქმის და საქციელის ერთმანეთზე დამოკიდებულებით, ეპიზოდების ერთმანეთისგან წარმომდინარეობით, არაფერს ზოგად საფსიქოლოგიო, საესთეტიკო, საეტიკო, საფილოსოფო საგანს არ წარმოადგენს? ნუ თუ ის ახოვანი, ღონიერი, ჯანმრთელი, სულითა და გულით ძლიერი, უშიშარი ვაჟკაცი ტარიელი, რუსთაველმა თავის ნებაზეთ ბოლოს მჩვრადაქცია და ყველას ამას სხვა მიზეზი არა აქვს რა გარდა რუსთაველის თვითნებობისა და ზარმაცის ქართლის გამოსახვის სურვილისა? ეს რომ ასე იყოს, მისი თხზულება ხომ პამფლეტი იქნებოდა თუ ძაგებაა და რეკლამა თუ ქებაა და არა დიდებული ნამოქმედარი შემოქმედობისა. ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვა მამაკაცნი და დედაკაცნი ვეფხისტყაოსნისა ყველაზე უწინარეს ადამიანები არიან და მაშასადამე ზოგადად ადამიანის ბუნების მიხედვით შექმნილნი და აგებულნი. აი თუნდაც ავიღოთ ლექტორის მიერ თითქმის სასაცილო დაგდებული მაგალითი, რომ ტარიელს ნესტან დარეჯნის პირველ დანახვაზედ გულს შემოეყარა და დაბნდა. ამ შემთხვევამდე კი რუსთაველმა ბევრგან გვაჩვენა, რა ძლიერი კაცია, ყოვლისფრით ტარიელის სულითა და ხორცითა. ამ თვალად მცირე შემთხვევაშია მთელი ნასკვი, რომლისგანაც გამოიხსნება მთელი რთული ხასიათი იმის თანაკაცისა, როგორიც ტარიელია. კარგს, გონება מחვილს და გამჭრიახს ფსიქოლოგს, რომ ეს ძლიერება და ძალღონივრობა ტარიელისა აცოდინოთ და ამასთან ეს უეცარი შემოყრა გულისა დაწვრილებით უამბოთ, პირდაპირ მოგახსენებთ, რომ ტარიელი დიდი გულისთქმის კაცია, იმისთანა გულისთქმისა, რომელსაც ვეღარც ხორცი უძლებს და ვეღარც სული, და რომელიც ჭკუას, გონებას მთლად იმორჩილებს, როგორც ზარი, ელდა, მეხი. რა კი კაცს ჭკუა და გონება გამოეცლება, ის მკვდარია საქმისათვის, მოქმედებისათვის. ამიტომაც ტარიელისთანა ძალღონიერი კაცი და მისთანავე გულისთქმისა ყოლად შემძლებელია, თუ გარემოება ცხოვრებისა გულისთქმაში ხელს უწყობს. ესე იგი, თუ გულისთქმას კმაყოფილებას აძლევს და აჩუმებს და თუ არა, ამისთანა კაცი სუსტია, უღონოა, უქმია, ერთი სიტყვითა სნეულია. ეს თვისება გულისთქმისა რუსთაველმა ძლიერ კარგად იცის და ამიტომ აქებს იმ კაცს, ვინც გულისთქმას იმორჩილებს და ეურჩება. ვინამ გულის შემოყრის ამბავს აამბობინებს ტარიელს, იგი გვეუბნება. ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებია. საწუთროს ნდომასაო. ნუ თუ ძნელი მისახვედრია ამით, რის თქმა უნდა რუსთაველსა. რა ფსიქოლოგიური შუქი მოჰფინა ამის თქმით გულის შემოყრის ამბავსა. დიდის გულისთქმის კაცის ამბავი ასეაო და
ბრძენკაც კი, რომელიც გულისთქმას იმორჩილებს, ჭკუას აუფლებს, ეს არ მოევლინებაო. აკი ჭკვიანი და ბრძენი ავთანდილი, რომელსაც გულისთქმა დამორჩილებული ჰყავს, არსად არც ერთს მაგალითს არ წარმოგვიდგენს ან დაბნედილისას, ან გულის შემოყრისას და სხვა ამგვარის მარცხისას გულისთქმისგან. ავთანდილმაც ძალიან კარგად იცის, რომ ტარიელი წადილს გულისთქმისას წაუღია და იმითია სნეული, რომ ვერც ერთი ვერ უძლევია. ამიტომაც ავთანდილი ამ მართლაც და უებარს წამალს ურჩევს ტარიელს. რაც არ აგწადდეს, იგი ჰქმენ, ნუსდევ წადილთან ებასა. ნესტარი სწორედ შიგ გულში ჰკრა ამით ავთანდილმა. თვითონ ტარიელმაც ძალიან კარგად იცის, რომ თავი ხელთ აღარა აქვს და რა ყოფაშია ჩავარდნილი გულისთქმისგან, რომელიც ვეღარაფრით ვერ დაუდუმებია. ასე იცის გულისთქმამ, როცა კაცი სადავეს ხელთ მისცემს და მიუშვებს. აბა ყური დაუგდეთ, რა პასუხს იძლევა ტარიელი, როცა ავთანდილი ამრიგად დარიგებას აძლევს. თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენი, აპირებენ ამ აპირსა. ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად სტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვითქვით კირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდება კაცი ჭირსა. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ. მართალია, ტარიელი ბრძენია, მაგრამ ბრძენია მარტო მაშინ, როცა გულისთქმას არ შეუპყრია და გულისთქმით შეპყრობილი კი სნეულია, ცნობა დაკარგულია. იგი ეუბნება ავთანდილს. ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვით აიქმს ბრძნობასა, ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა. გულისთქმამ ცნობა წართვა, ცნობის წართმევამ ღონე და უღონობამ ჩვრად აქცია ეს ახოვანი კაცი. აქ რა შუაშია ან ქართლელი, ან კახელი, ან იმერელი. აქ კაცად კაცია გულისთქმის ქარცეცხლში გატარებული თავიდან ბოლომდე. ან აიღეთ ერთი მაგალითი კიდევ, საცა რუსთაველმა საოცარი ღრმაცოდნა ადამიანის გულისა დაგვანახვა. გაიხსენეთ ის ადგილი, როცა ტარიელი პირველად შეეყრება სალაპარაკოდ ნესტან დარეჯანსა, რომელიც ისეთივე დიდის გულისთქმის დედაკაცია, როგორიც მამაკაცი ტარიელი. ტარიელი ამ ამბავს ასე მოგვითხრობს. დიდხანს ვსდეკ და არა მითხრა, სიტყვა მის სამონასურსა. ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცარა მშინაურსა. ასმათ უხმო, მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა, ათ წადიო, ვერას გითხრობს და სხვა. ამის თანაზე დიტყვიან ხოლმე გენიოსური კალმის მოსმაო და სწორედაც ასეა. დიდად საგრძნობელს თუნდ ერთი და იგივე ძირი ჰქონდეს, ისეთი ბოლო და ზემოქმედება არ აქვს, როგორც პატარას. დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს. დიდ სიხარულს ხშირად ცრემლი მოჰყავს და პატარას კი ღიმილი. დიდი გულისთქმა ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია, პატარა კი ყბედი და ლაქლაქა. აი გულთამხილველი რუსთაველი, რამ სიდიდე გრძნობას ხედავს ნესტან დარეჯნის გულში და რა ხატით გვიჩვენებს ჩვენს მის ძლიერებას, სიდიადეს და ძლევამოსილებას. ქალმა ვეღარას თქვა რა, სიტყვა შეეკრავო. ეგ რატომ არ მოუვიდა თინათინს, როცა ავთანდილი დაიბარა პირველად სალაპარაკოდ? იმიტომ რომ ღრმად კაცად კაცის მცოდნე რუსთაველმა იცოდა, რომ თინათინი სხვა ბუნებისაა და ნესტან დარეჯანი სხვა და ეს ბუნების სხვადასხვაობა სხვადასხვა ზემოქმედებასაც ექვემდებარება. ერთისა და იმავე მიზეზისგან წარმოდგენილსა. ამ შემთხვევაში სატრფო და პირველად სალაპარაკოდ შეყრისგან. ასე მართლად მკვლევარია რუსთაველი. ასე საოცრად მართლმხედველია მისი, თუ რა ბუნებამ როგორ უნდა აღბეჭდოს თუნდ ერთისა და იმავე მიზეზის ზემოქმედება. ჩვენ ვთქვით, ზემოხსენებული მაგალითი გენიოსური კალმის მოსმაო, იმიტომ კი არ ვთქვით, რომ რუსთაველმა ეს ფსიქოლოგიური წუთი შეჰნიშნა და ფსიქოლოგიის მიხედვით მართლადაც დაგვიხადა. ეს ხომ ქების ღირსია და ღირსი. ჩვენ აქ სხვა მხარესაც ვხედავთ. ჩვენ იმაზედ გვინდა მივაქციოთ ყურადღება მკითხველისა, თუ რა ხელოვნებით არის ნანიშნი იმაგრძნობის ძლიერება და სიდიადე, რომელსაც იმ წუთს უნდა შეეპყრო იმისთანა გულისთქმის ქალი, როგორიც ნესტან დარეჯანია. რუსთაველი სასწაულთ მოქმედსავით, ერთის კალმის მოსმით ქმნის ამ სასწაულსა და გვეუბნება. ტარიელი დაითხოვა, ისიც სხვისი პირით.
10 წადიო, ვერას გითხრობს. ესე იგი ქალი დამუნჯდაო. და აბა იფიქრეთ, რა გრძნობაა ამისი მოქმედი გრძნობა. შეიძლებაღა ამაზედ ცხოვლად, ამაზედ უკეთესად, 4 სიტყვით, კაცმა კაცს, ანიშნოს ძლიერება და სიდიადე გრძნობისა, როგორც მით არის ნანიშნი, რომ იმ გრძნობამ ადამიანი დაამუნჯაო მაშინ, როცა თქმა და ლაპარაკი 60-ავით სანატრელია და ასე მოსალოდნელი ტრფიალი ქალისგან, რა კი პირველად სალაპარაკოდ შეეყრება თავის სატრფოსა. აქ ერთი კალმის მოსმით გამოთქმულია ის, რასაც ეხლანდელი მწერალი მთელს ფურცლებს მოანდომებდა და მაინც ესოდენ ცხოველად ვერ გამოგვიხატავდა სათქმელსა. სახელოვანი გერმანელი კრიტიკოსი ლესინგი დიდად უქებს რა ამისთანა გენიოსურს მანერას მსოფლიო გენიოს ჰომიროსსა ამბობს. ჰომიროსმა იცის და იმისთანა ხატ საოცარის მშვენიერებისას, როგორიც ელენია, ისე გვიხატავს, რომ ვერა მხატვრობა მაგას ვერ შესძლებს. გავიხსენოთ მარტო ის ამბავი, რომ ელენე შეხავს ჰომიროს ტროადის ერის მოხუცთა კრებაში. ნახეს თუ არა დარბაისელნი მოხუცნი ერთმანეთს ასე ეუბნებიან. არა, განკითხვა შეუძლებელია, რა კი ამისთანა ქალისთვის ერთმანეთს ეუბნებიან ტროადის ძენი და აქაველნი და ამ ხანგრძლივ სისხლის ზღვრაში ამდენს ვაებას ითმენენ. ჭეშმარიტად, უკვდავთა ღმერთთა თანაშესარიცხია იგი მშვენიერებითაო. მოჰყავს რა ეს ადგილი ჰომიროსის უკვდავის თხზულებიდან, ლესინგი ასე ათავებს. სხვას რა შეუძლია ასე ცხოველად აწოდინოს კაცს ის მომაჯადოებელი მშვენიერება, რომელსაც თვით გულცივი სიბერეც კი ხადის ღირსად იმ ომებისა, რომელთაც იმოდენი სისხლი და ცრემლი მთელს ერს დაანთხევინესო. რით ჩამოუვარდება ზემომოყვანილი მაგალითი რუსთაველისა, ამ ჰომიროსის გენიოსობის მაგალითსა. სიმოკლისთვის მარტო ორი მაგალითი მოვიყვანეთ და ისიც იმოდენა განმარტებით არა, რაოდენსაც თვითონ საგანით ხოვულობს. შესაძლოა ჩვენი აზრი ამ ორის მაგალითისგან გამონასკვილი შემცდარი იყოს. ამჟამად საქმე ამაში არ არის. საქმე ის არის, რომ ეს ორი მაგალითიც საკმაოა თვით მკითხველიც ჩვენთან ერთად დაარწმუნოს მასზე თუ რაოდენად მდიდარი და ფართომოედანია ვეფხისტყაოსანი ჭეშმარიტის კრიტიკის ფრთის გასაშლელად. თუ ეგ ბრთა გასაშლელი სარბელი თვითონ კრიტიკამ შეცდომით თუ განგებ ვიწრო ფარგლებში არ გამოამწყდია და ტარიელის, ავთანდილის და სხვათა ავკარგიანობაში ქართლელს, კახელს, პეტრეს, ივანეს ძებნა არ დაუწყო. ზოგადი სახე ადამიანისა, რამოდენადაც ამ შემთხვევაში უფრო წვრილად დახურდაებული იქნება, მაგალითებ რო ზოგადი კაცი რომელსამე ერის კაცად, ერის კაცი რომელსამე თემის კაცად, თემის კაცი რომელსამე გვარეულობის კაცად, გვარეულობის კაცი ოჯახის კაცად, ოჯახის კაცი ივანედ, ფრიდონად და მებრვე სხვა. იმოდენად შემოქმედება მწერლისა მაღლიდან დაბლა ჩამოდის, იმოდენად მწერალი ნიჭ ნაკლებია და დაქვეითებული. შემოქმედობის ძალის ღონიერება ერთი და იგივე არ არის, როცა ერთი მთელს გადასწვდება ხოლმე, მეორე კი მარტო ნაწილსა. მწერალმა თუ სხვა ვინმე ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს, ერთი რომელიმე ცალკე სახელწოდებული კაცი, ივანე თუ პეტრე, ყოველთვის უპირატესობა უნდა დაუთმოს იმას, ვინც ზოგადი გამოხატვის შემძლებელია. ამიტომაც პორტრეტების მხატვარი, დიდად სახელგანთქმულიც და გამოჩინებული, ყოველთვის უმდაბლესია, უმდარესია მასზედ, ვინც ზოგადის კაცის ტიპის შემოქმედია, თუნდაც ხელსაქმობით, ტექნიკით იმისი თანასწორი იყოს. ამიტომაც თვითონ პორტრეტების წერას, ესე იგი ცალკე კაცის ხატვას, მხატვრობაში უკანასკნელი ადგილი უჭირავს და თითქმის ხელოვნებადაც არ არის ცნობილი, რადგანაც ეგ უფრო ოსტატობაა, ვიდრე ხელოვნება. ჩვენ ვერ მიგვიგნია რისთვის მოხსურებია ბატონსაკაკის რუსთაველის აგრე დაქვეითება. ორში ერთი, ან რუსთაველი მართლა იმისთანა ხელმოკლე ნიჭია, რომ კაცად კაცობის ვრცელს მოედანს ვერ გადასწვდენია და რა კი ესრია, ლექტორმა მწარე მართალი ამჯობინა ტკბილსა ტყუილსა და შეცდომით განდიდებულს ჩვენს მიერ რუსთაველს თავისი მოუწყო და კუთვნილი ადგილი დააჭერინა. თუ ეს ესრია, საქებური გაბედულობაა ჭეშმარიტების მოყვარისა, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა და ჩვენი გულითადი რწმენაა, რომ ამის საბუთს რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი არ იძლევა და ვერც ვერავინ უპოვის. ამითი იმის თქმა არ გვინდა, რომ ან ერთს, ან მეორეს ნაკლი რამ კაცმა ვერ მოუჩხრიკოს, მაგრამ იმხრით ხელმოკლეობას ნიჭისას კი ვერ ვუკიჟინებთ, რამხრითაც ამ შემთხვევაში უკიჟინებიათ. ან იქნებ ბატონმა ლექტორმა რუსთაველის განდიდებისათვის მოიწადინა, რომ
ტარიელი უსათუოდ ქართველი ყოფილიყო, ავთანდილი იმერელი და ფრიდონის ზღვისპირის ქართველი. მითამ შექსპირს განა იმითი იწუნებს ვინმე და პირიქით განა იმითი არ ადიდებენ ყველანი და მსოფლიო გენიოსად არ სთვლიან, რომ კაცად კაცნი გამოჰყვანდა თავის სახელოვან დრამებში და არა შოტლანდიელი, ვალისელი ან ინგლისელი. ვიწრო მოედანი მარტო პატარა ფალავნის სარბიელია და არა იმისთანა გოლიათისა, როგორიც შექსპირია და თუნდაც ჩვენი რუსთაველიცა. რუსთაველის ტიპებს იმ პაწეა ჯუჯრუტანიდან სინჯვაკი არ უნდა, საიდანაც მარტო ქართველი, კახელი, იმერელი და სხვა ცალკე სახელწოდებული კაცი დაინახება. არამედ იმ უშველებელ სარკმლიდან, რომ მთელს კაცად კაცობის თვალი გადაევლებოდეს, მის სრულ სიგრძე-სიგანესა და სიღრმე-სიმაღლეზედ. და თუ აქ კრიტიკის შუქს ვერ გაუძლო რუსთაველმა, მაშინ და მარტო მაშინ ჩვენს მიერ უჯეროდ დადგმული გვირგვინი დიდებისა და სახელოვნებისა უნდა მოეხადოს თავიდან. კიდევ ვიტყვით, რომ ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი კაცად კაცნი არიან. ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით აგებულნი და სულდგმულნი. არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი ეპიზოდი მათი ცხოვრებისა ძალად და განგებ ჩართული არ არის და ყოველივე იგი წარმომდგარია იმ კაცობრიულ ზოგად ბუნებისგან, რომელიც მარტო თავის საკუთარ კანონებს ექვემდებარება და არა სხვასა. ამაშია მთელი სიდიადე რუსთაველის გენიოსობისა. ტარიელი მჩვარად იქცა იმიტომ კი არა რომ ზარმაცი ქართველია, არამედ იმიტომ რომ მაგისთანა ბუნების კაცი უსათუოდ მჩვარად უნდა იქცეს, რა კი იმ გარემოებაში ჩავარდება და ბედი თუ ქვეყანა ისე უმტყუნებს და უღალატებს. აქ სიზარმაცე ვითომ ქართველისა არაფერ შუაშია და მეტისმეტად უადგილოა. ლომი არ შეიძლება არ დაეტაკოს სპილოსაც კი და შუაგაგლიჯოს საჭმელად როცა ხშიან, მაგრამ იგივე ლომი როცა მაძღარია, ბატკანსაც კი ხელს არ ახლებს, ადგილი და მაც არ დაიძვრის. გელი კი მაგას არ იქმს. ნუ თუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლომს ეთქმის ზარმაცეაო და არა ბუნებაა მისი ასეთი, როგორც მსუნაგობა და გაუმაძღრობა მგლის ბუნებაა. სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა და იქ მიეცა გახსნილებას სულის საოხად. და ნუ თუ ეს სიზარმაცით მოვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელფეხის მოძრაობას, გარჯასა და მუშაობას თხოვლობდა და სვეტზე კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთან ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და რამოდენად ეს ფაროვნი მიზანი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი. ავთანდილი ძლიერი კაცი კი არ არის, იგი იმისთანა ბუნების კაცია, რომ ჯერ მინამ ერთხელ გამოსჭრას რამე, 10 ჯერ წინ და წინ გაჰზომავს. ეგ ჭკუის დამკითხველი კაცია და არა გულისა, გულის თქმისა, როგორც ტარიელი. მთელ პოემაში მარტო ორგან არ დაეკითხა ჭკუას და გულს აჰყვა. ორგანვე ვერ იმარჯვა და მერე ინანა. არც კი ავთანდილია უგულო კაცი. ესეც მგრძნობი არია, მაგრამ გული და გრძნობა ამისი ჭკუის მორჩილია. აბა ნახეთ რუსთაველი ყოველთვის უტყუარი და მართალი ბუნების წინაშე რა რიგად გვანიშნებს ავთანდილის გულის მოძრაობას. მის სიყვარულის სიდიადეს. მინამ ავთანდილი ფხიზელია. ესე იგი, როცა ჭკუას ბუნებითად ღონი აქვს მოქმედებისა. რუსთაველი ავთანდილის ბუნებას უღალატებდა თუ გულის თქმას გაატაცებინებდა და ავთანდილზე გრძნობას აუფლებდა. ამასთანავე რუსთაველმა კარგად იცის, რომ კაცი, რომელიც უგულოა, რომელსაც გული ტრფიალებისა და სიყვარულისათვის დახშული აქვს, ის კაცი კი არ არის, ნახევარ კაცია. მოკლებული იმ ღვთაებურს ნიჭსა და მადლსა, რასაც სიყვარულს ეძახიან. როგორ ანიშნოს მკითხველს სიღრმე იმ გრძნობისა, როცა მისი პატრონი კაცი ისე მორჩილად ხდის გულსა ჭკუის წინაშე და ზედგავლენას გულის თქმისას ჭკუით ახლაგმავს. ძნელია, კაცი ამ ორს ერთმანეთის მოპირდაპირეს, ერთი მეორის გამაბათილებელს გრძნობას გაუძღვეს ისე, რომ არც ერთს მოაკლოს რამე და არც მეორეს მიუმატოს ბუნების წინააღმდეგ. ბრძენი რუსთაველი ამ სიძნელესაც ადვილად სძლევს. ამისათვის იგი იმყოფაში გვიჩვენებს ავთანდილსა, როცა ჭკუა ბუნებითად უღონოა მოქმედებისათვის. იგი აძინებს ავთანდილსა და ხომ მოგეხსენებათ ძილში ჭკუა არ მოქმედობს. რუსთაველი თავისებურად ერთის კალმის მოსმით გვანიშნებს, რა ძლიერ აღბეჭდილია ავთანდილის გულში სიყვარული თინათინისა. იგი ამას ასე გვიხატავს. რა მილულნი სიახლოვე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდი დაიძახის,
მით პატიშთა ელოცების. მაგრამ თუ ფხიზლად მყოფია, ელოდებით, რომ ავთანდილმა ასეთი ნება მისცეს გულსა და გულის თქმასა. აი რა ხელოვანია რუსთაველი, რომ ჭკუაც ჭკუა დაარჩინა და გულიც გულად და ორივე აამოქმედა ერთი მეორის შეუბღალველად, მათ და ბუნებისამებრ. ამისთანა ბუნების კაცს გონიერება ცბიერებად რად უნდა ჩამოერთვას. ცბიერობა რად უნდა შეეწამოს არ ვიცით. იქნება ქართლის მოძმენი იმერლები ბევრში ჰგვანან ავთანდილსა, როგორც ბევრი ფრანგი ჰგავს, ბევრი ინგლისელი, ბევრი ამერიკელი და სხვა მილეთის ხალხი, რადგანაც კაცად კაცის ზოგადი ტიპია, მაგრამ ამისათვის რა საჭირო იყო ავთანდილისა და იმერეთ ქართველთა შორის ცბიერების ხიდის გადება. რა კი ერთხელ ამ ხიდის გადებაზე მიიქცა ბატონი ლექტორი, არ შეიძლება არ ეგრძნო, რომ ეს გზა მოლიპულია და ფეხის მოსასხლეტი და გგონია, იმიტომაც მოუნდა ვეფხისტყაოსნისათვის თავი დაენებებინა და უადგილო ადგილას გრძელი ლაპარაკი მოერთო მასზედ, თუ რა არის ცნობიერება და როდის არის იგი შესაწყნარებელი და როდის არა. ეს ნაწილი ლექციისა მეტის მეტად უგემური რამ გამოვიდა და მსმენელთათვის მეტად მოსაწყენი იყო. რა კი ის ჩვენის ფიქრით შემცდარი დედააზრი წარიმძღვარა ბატონმა ლექტორმა წინ რომ უსათუოდ ტარიელი ქართლელად გამოეყვანა, ავთანდილი იმერლად და ფრიდონი ზღვისპირის ქართველად, იგი სულ ამის მტკიცებას მოუნდა. სხვა რაც მწერლის განსაკუთრებულ ხასიათს გვანიშნებს, მის შემოქმედობის ძალას, მის მხატვრობას, მის სიტყვიერებას, მისთა აზრთა შემოხაზულობას, პოემის აგებულობას, ეპიზოდების ერთმანეთზედ დამოკიდებულობას, ერთი სიტყვით მანერას და თვისებას მწერლისას, შინაგან თუ გარეგან სიკეთეს მისის ნამოქმედარისას. ესენი ან სულ არ იყო ხსენებული, ან თუ იყო ისე გაკვრით და გზადაგზაობით, რომ გულში არავის არა ჩასჭედვია რა. თითქოს მართლა ყოველივე ეს უკან დასაყენებელია და მარტო იზღაა წინ წამოსაყენებელი და დასამტკიცებელი, რომ რუსთაველი დიდად სადიდებელი პოეტი კი არ არის, არამედ უბრალოდ ეთნოგრაფია, ან ამის მსგავსი ერთი ჩურუქი რამე არ ამკითხე მოამბე. ჩვენ რუსთაველის სახელი მეტის მეტად დიდ სახელად მიგვაჩნია და მოგვიტევონ, რომ მის სახელსა და დიდებას ადვილად ვერავის დაუთმობთ. 1887 წელი